ანუ შექმნილა რამე სამყაროში ღმერთის ნების გარეშე. კი. კი? მაინც? მაგალითად სიბოროტე. კი. მართალია და შენი აზრით ადამიანს როგორც თავის შვილს ღმერთი ხო აძლევს და ანუ თავისუფალი არჩევანის უფლებას. ვამბობ ამას. და მაშინ დედამიწაზე ზოგადად ადამიანს ხო შეუძლია რომ ცოდვას ჩააგდოს ეშმაკმა. ანუ ესე იგი უშვებს იმის ალბათობას ღმერთი რომ თავის შვილს როგორც შვილს ადამიანი ხო ღმერთის შვილია ქრისტიანების. კი, თუ ქრისტეს ირწმუნებს ღმერთის შვილია, კი ბატონო. კი, და ანუ ლოგიკურად მაშინ ვიდივართ იმ მაგალითამდე რომ სიტყვაზე მამამ შვილი მაგალითად ლომის გალიაში შეაგდოს. თუ უშვებ იმას რომ შენქმნილებას აქვს იმის საშუალება რომ ჩაიდინოს ცოდვა, ხო მაგალითად. რის გამოც მერე დაიწყო. განსხვავება რა არის ანალოგიაში, ანალოგია რატო არ მომწონს რომ ლომის გალიაში რომ შეაგდო შვილი, ანუ ლომი შეჭამს. და თემა რა არის რომ პეტრე როცა ლომს ადარებს ეშმაკს ამბობს რომ ბრძვინავი ლომივით არის. ლომი კი არა, ბრძვინავი ლომივით, ანუ ლომივით რატო იცი რომ ანუ იყეფებ, ანუ ყეფა შეუძლია, მუხარა შეუძლია, მაგრამ საბოლოოდ ღმერთს ყავთან ხო, არა. ანუ ღმერთს გადარჩენა შეუძლია. ანუ ხო მithumetes ანუ ესე იგი იმ ლოგიკამდე მივდივართ რომ ჯოჯოხეთი უფრო მარადიურ ეს ლომის გალია მოვიტანე უბრალოდ ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ ის ხო უფრო დიდი ტანჯვაა ქრისტიანებისთვის, რეალურად რო ვთქვა. რა ანუ უფრო ჯოჯოხეთი. ხო მაგრამ ქრისტიან ჯოჯოხეთში არ ხვდება ზოგადად. როგორ არ ხვდება თუ ცოდას დაუშვებს აბასად მოხდება, ან ცოდაზე დაუშვას. ნახე ისა ჯავა მაშინ მე ყველა ქრისტიანი 60-ში ხდება. ყველა ქრისტიანი ხდება 60-ში. მე აგიხსნი რაღაცას, ანუ ზოგადად 60-სთან დაკავშირებით რომ იესო ამბობს, ჩემი ცხვრები ჩემს ხელთ არიან და ვერავინ წარმტაცებს მათ ჩემი ხელიდან. ვერაფერი ვერ ცოდო ვერაფერი. ეხლა თემა რა არის რომ პეტრე როცა აი მოწაფეები კითხა, აბა ვინ ცხონდება ეს რო უქნა ცხონდება, იესო უნება შეუძლებელია კაცისთვის, ღმერთისთვის შესაძლებელია. ადამიანის ყველა ცოდვილია, მაგლო კითხო, ყველა ვერავინ ვერ მოხდება. იესო ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდაო, ჩვენ რო ვიცახით, ეს ჰიპერბოლა კი არ არის, ჩვენ გულისხმობთ რომ იესო მართლა ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა. ამიტომ ადამიანი 60-ში იმიტომ კი არ ხდება რომ კაი ტიპია და იმსახურებს. ადამიანი 60-ში იმიტომ ხდება რომ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა და ადამიანმა ქრისტე მიიღო. ეს არის ანუ პრინციპი ქრისტიანული 60-ის, ანუ ღმერთთან დამკვიდრების და გულის შეცვლის ეგ. ანუ ესე იგი ეკლესიებში რასაც გადაგებენ რომ ჯოჯოხეთი არსებობს და ადამიანი თუ ცოდვილი იქნება ჯოჯოხეთში მოხდება ატყუებენ ხალხს თუ რა გამოდის. ანუ რომელიმე მამაომ თუ თქვა ესეთი რაღაც რომ ადამიანი თუ ცოდვილი იქნება ჯოჯოხეთში მოხდება, მე პირდაპირ ვიტყვი რომ ეგ მამაო არ უნდა იყოს. გინდა შენ თუ მანამ. ან რომელი 90 ვინმე რომელიმე მამაომ თუ თქვა, მე პირობას გაცრე. მე ვიტყვი რომ ეგ მამაომ თუ თქვა რომ ადამიანი თუ ცოდვილი იქნება 60-ში ვერ მოხდება, ასეთ რაღაცას თუ ვიტყვის. ანუ ოღონდ მე გეუბნები ხშირად სულს ხომ აგაგები თორე ზოგადად ქრისტიანი თეორია ანუ ადამიანი ცოდვას თუ ჩადის მომაკვდინებელი ცოდვები თუ აქვს სულიწმინდის გმობა ყველაფერი ეს სულიწმინდის გმობა იცი რა არის სულიწმინდის გმობა არის ღმერთთან ყოფნა როცა არ უნდა ადამიანს ანუ საბოლოო არის ღმერთზე ეს არის სულიწმინდის გმობა ეს კონდიციაა და შესაბამისად მაგის მიუხედავად ღმერთი ადამიანს მაინც ყლელობა სიტყვაზეც თვითმკვლელობა სულიწმინდის გმობა ყლელობა სულიწმინდის გმობა არ არის თვითმკვლელობა კაი თვითმკვლელობა ვთქვა შენ ხო იცი რომ პავლე მოციქული მკვლელი იყო ხო იცი რომ ანუ თვითმკვლელების ხო თვითმკვლელები 60-ში ხდებიან? ანუ ნახე ზოგადად რაღაცას აგიხსნი, აი თვითმკვლელი კი არა, 60-ში ზოგადად აი მაგას გიხსნი რა პრინციპი. ანუ უკვე სამი რამოდენიმე ვარიანტი დაგიხსნი. შეიძლება ჯოჯოხეთში მოხდეს ადამიანი და შენ მეუბნები ჯოჯოხეთში რატო არის ხოლმე ძირითადად გეტყვი რატო არის ხოლმე თვითმკვლელობის შემთხვევაში რომ ადამიანი ღმერთისგან გამოცალკევდება. ამის მიზეზი კი არ არის რომ ოხრა გააკეთა და ღმერთი ვერ პატიობს, ამაში არ არის საქმე. საქმე არის იმაში რომ თვითმკვლელობის ანუ მიზეზი არის სასოწარკვეთილება. სასოწარკვეთილების მამა არის ეშმაკი. სასოწარკვეთილებაზე მიცემა, ანუ საბოლოო სასოწარკვეთილება ნიშნავს, რომ შენ არ ენდობი ღმერთს და ენდობი ბოროტს, ანუ ღმერთს არ ენდობი, ნიშნავს, რომ არ გინდა. ეგ ნიშნავს, რომ აი ბოლოს აი მივიდივართ ბოლო კატეგორიამდე, რომ არ გინდა რომ ღმერთთან იყო, ღმერთი თუ მიუხედავად იმისა, რომ არ გინდა რომ მასთან იყო თავისთან წარკვეთას, მაშინ ბოროტია. ანუ მე ის თქვა მინდა, ესე გამოდივართ იქიდან, რომ ადამიანის შეცდომილი ბუნებიდან გამომდინარე, ის შეიძლება მოხდეს ჯოჯოხეთში ხდება, ხო? არის ვარიანტები, როცა ხდება. ანუ მე ნახე მე რას გეუბნები ადამიანი ჯოჯოხეთში იმიტომ კი არ ხვდება რომ ანუ ნახე საქმე რაშია რომ
ყველა ადამიანი, ანუ პირველი ადამიანი სამოთხეში წაიყვანა ქრისტემ ვინც იყო, იცი ვინ იყო? არა, მაგას თავი გავანებოთ. არა, ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპს მიხვდები. პირველი ადამიანი, ვინც ქრისტემ სამოთხეში წაიყვანა, იყო აბაზაკი. კვლელი ყაჩაღი. გასაგებია. პრინციპს უნდა მიხვდე, რომ ანუ პრინციპს გასაგებია, მაგრამ მე ადამიანი სამოთხეში თავისით ვერ ხვდება, ამას თუ არ მიხვდები, რომ თავისით ვერ ხვდება. სამოთხეში ვისაც უნდა რომ თავისით მოხვდეს, ეხხვდება ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ ღმერთს არ იცნობს. მიხვდი რას გეუბნები, ანუ ჩემი სამოთხე ნიშნავს ღმერთთან ერთად მარადიულად ყოფნას. ღმერთი ისეთი სინათლეა, მასში სიბნელე ვერ ჩერდება. ყველა ვარიანტში, ყველა ადამიანს ჭირდება გადამრჩენელი, ანუ ქრისტე ჭირდება, ქრისტეს თავგანწირვა ჭირდება ყველას იმისთვის, რომ სამოთხეში დამკვიდრდეს. ანუ გულიდან იწყება, ხო მიხვდი რას გეუბნები? ამიტომ ის კი არა სამოთხეში კარგი ადამიანი, კი არა ხო კარგი ადამიანი არ არსებობს. სამოთხეში ხდებიან ნაპატიები ადამიანები და ნაპატიები კი ვისაც მიეტევება წოდები. ხო და მე მიტევება ხდება ქრისტეთი, ქრისტე მოკლა. ხო, მაგრამ ანუ არსებობს ვარიანტები, რომლებიც შეიძლება არ მიეტევოს, ხო? მითხარი მაგალითი. აი, თუნდაც ეგ სულიწმინდის გმობა. სულიწმინდის გმობა იცი რა არის? სულიწმინდის გმობა არის კონდიციური ცოდვა. აი მე აგიხსნი სულიწმინდის გმობა რა არის? სულიწმინდის გმობაზე ისე როდესაც საუბრობს, ამბობს ესეც საინტერესო რაღაცას. სულიწმინდის გმობა ადამიანს არ ეპატიება არც აქ და არც იქ და არც იქ არის ყველა საინტერესო რაც უნდა დაიკვირდეს. რას ნიშნავს იქ არ მიეტევება? იქ არ მიეტევება ნიშნავს რომ ეს არ არის კონკრეტული მოქმედება. სულიწმინდის გმობა არის კონდიციური ცოდვა, რაც ნიშნავს რომ როცა ქმნილებას ღმერთი არ უნდა საბოლოოდ. არ მინდა და ეს გრძელდება უსასრულოდ. ეს არის სულიწმინდის გმობა. ღმერთი როცა არ უნდა და ყველა ჯოჯოხეთში ვინც ხდება, მაგიტომ რომ ღმერთი არ უნდა და ღმერთი რო არ გინდა, ღმერთი ძალით თავისთან თუ წაგვყავს, ტირანია, მოძალადეა მაშინ. როგორ შეიძლება მე მიყვარდი სიტყვა, გოგო რომ მიყვარდეს სიტყვაზე და ხო და ანუ მაგ ლოგიკამდე ხო მივედით რომ ადამიანი ხდება რაღაც მომენტში, ხდება ჯოჯოხეთში. ეხლა ხო მითხარი რომ ხდება მაგ შემთხვევაში. ანუ ესე იგი თუ ღმერთი არის ყოვლად კეთილი და კეთილის მქნელი, იმ კეთილის მქნელმა რაღაც მომენტში დაუშვა ის, რომ თავისივე ქმნილებას შეეძლოს გააკეთოს ისეთი რაღაც, რომ მარადიული ტანჯისთვის მე განიწიროს, ხო? მაშინ როგორ შეიძლება ის თუ ყოვლად კეთილია, ისეთი რაღაც დაუშვას, რომ თავისივე ქმნილება გაწიროს მარადიული ტანჯისთვის. მაშინ არ გამოდის ყოვლად კეთილი. მე გეტყვი რაღაცას, ანუ რა, გეტყვი. ხო, რაღაც შეცდომა უნდა დაუშვა. არა, პატარაში მე გეტყვი რა შეცდომა. პატარაში თავრე და გეტყვი. მაგალითად მე თუ წიგს დავწერ, ხო, იმ წიგში. უკვე არასწორ პროპოზიცია, უკვე არასწორ მაგალითში ხარ და ვერ მიხვდები. პატარა შეცდომა რა, უკვე დაშვებული და გეტყვი რა გეშლება. რა გეშლება გეტყვი და მაგას თუ გასწორებ, მე ანუ უკეთეს მაგალითსაც მოვყვა, ნახე? ანუ თემა რა არის, რომ ანუ ჩვენ თუ დავაკვირდებით სიტყვაზე დემონებს სახარებაში, დემონები ეს რაღაცას ამბობენ. იესო რო არის მათთან, ეუბნებიან ეს რაღაცას. რა გინდა, რას ტანჯავ, რას მოხვედი და რატო ტანჯავ და იესო იყო იქ მისული, ანუ ღმერთის მათთან ყოფნა დემონებისთვის ეგ არის უკვე ტანჯვა. ანალოგიურად ჩვენ თუ დავუკვირდები ჯოჯოხეთის მართლმადიდებულ გააზრებას, ჯოჯოხეთის მართლმადიდებლური გააზრება არის ასეთი, რომ ჯოჯოხეთში ანუ ადამიანი, ანუ როდესაც სამოთხეში მყოფი ადამიანისთვის ღმერთის სიყვარული თუ ნეტარებად გარდაიქმნება, ჯოჯოხეთში მყოფი ადამიანისთვის იგივე ღმერთის სიყვარული ქმნის ჯოჯოხეთულ მდგომარეობას, იმიტომ რომ ქმნილება თავისი თავისუფალი ნებით ბლოკავს ამ ღმერთის სიყვარულს, ანუ გული აქვს დაკეტილი ღმერთის სიყვარულისთვის. შესაბამისად, თემა რა არის, იცი, რომ ორი ვარიანტია. თუ ღმერთი სამოთხეში ძალით, ანუ თავისთან ძალით ამყოფებდა ვინმეს, მაშინ შეუქმნია რობოტი და რობოტი ნიშნავს იმას, რომ სიკეთის აუცილებელი პრედიკატი არის თავისუფალი ნება, ძალით კეთილი, ეგეთი რაღაც არ არსებობს, ამ ძალით სიკეთე. მე გაჭირებულს დავეხმარო, ეს არის სიკეთე, მაგრამ შენ იარაღი დამადო და ისე დავეხმარო გაჭირებულს, ეს სიკეთე არ არის. ანუ არასოდეს ვიტყვი ჩვენი ძულებით გაკეთებულ სათნოებად. ამიტომ თემა არ არის, რომ ღმერთს ჯოჯოხეთში მყოფი ქმნილება უყვარს, ანუ ღმერთი იმ ქმნილების სიყვარულს მარადი ხო, მაგრამ ჯოჯოხეთულ მდგომარეობას ხვის ქმნილება. მაგიტო ამბობ ჩვენ რომ ჯოჯოხეთი ადამიანი უკვე მაგალითად ბუნებით ეგრევე თუ ადამიანი ბუნებით ეგრევე ცოდვილი იბადება, ხო ამბობთ რომ ადამიანი რო იბადება უკვე თავიდანვე ცოდვილია. მაგალითად მშობელმა რო გააჩინოს შვილი, ესეთ მაგალითი მოვიყვანოთ, შვილი რომელიც ან ქერა ან შავგრემანი და იმის გამო შემდეგ რახან ქერა, რომ ამას შეიძლება პასუხი მოთხოვო. ოღონდ შენზე რო იყოს დამოკიდებული ის ქერა, შენ ირჩევ რა, როგორცაც შენ ქერას თუ შავგრემას. ეს არგუმენტი შეგიძლია შენ მოუყვანო, შეხვიდე იუდეველთან ან მუსლიმთან და ეგ კითხვა დაუსვა და კარგი კითხვაა, ანუ ბერს დააფიქრებს. მაგას იფიქრებ. მე ქრისტიანზე
მე ქრისტიანს ეგეთ რაღაცას ატომეუბნები, როცა გეუბნები, რომ ღმერთმა ჩემი ბუნება, აი ეს ბუნება, ბიოლოგიურად ხწნადი ბუნება, რომელიც ჩვენ გამოვიწვიეთ, მიიღო მეთქი და ამ ბუნებით მოკდა ჩვენთვის. ანუ შესაბამისად, ღმერთმა ყველა ცოდვა, ანუ ადამიანის ყველა ცოდვისთვის ეწამა. შესაბამისად, ღმერთმა უკვე მისცა ადამიანის შესაძლებლობა, რომ ყველა ცოდვა ეპატიოს. ამიტომ ქრისტიანს ატომეუბნები მაგას. თან ეს ღმერთმა გააკეთა. ჩვენი დამსახურებით კი არა, ღმერთმა გააკეთა და ამიტომ ჩემთან არაფერში უოშია ეგ მაგალითად. ხომ მივხვდი რა მუსლიმანობა კაი კითხვა არის ოღონდ მუსლიმისთვის, იუდეველისთვის, ვიღაცი მონოთეისტური მუსლიმანობა რახან სხვა რელიგიები ვახსენეთ, მაშინ მაგაზე კითხავ ერთ ესეთ რაღაცას. შენთვის როგორც ახლა მართლმადიდებელი ქრისტიანები ხო ამბობენ, რომ ჩვენი რელიგია არის ერთ-ერთი ჭეშმარიტი, ხო ასეა? Yes. ესე იგი ყველა მაგას ამბობს, თან ვინც არ ამბობს მაგას ის გიჟია. ბუდიზმი არა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ვამბობ, ბუდიზმი მაგრამ სხვა რელიგიები არ არის ჭეშმარიტი. ანუ რა გამოდის, რომ ღმერთი, რომელიც სხვა რელიგიის ქვეშ რო იბადება, ჩვილი ბავშვიც კი ახალშობილი, სადღაც დაიბადა არაბულ რომელიღაც სოფელში, არანაირი ინტერნეტზე არ აქვს წვდომა, არავითარ და იმას გააცნის ის თავის რელიგია და თავის რელიგიას მიყვება ბოლომდე. მაგრამ არა აქვს იმის საშუალება ფიზიკურად, აი ლოგიკურად ვუყოთ, არა აქვს იმის საშუალება ფიზიკაზე მართლმადიდებლ ქრისტიანულ რელიგიას გაეცნოს და ის ცხოვრების ბოლომდე იყო ის სად ხვდება მე 60-ში ხვდება ჯავაგეთვი რაღაცას და ოღონდ ერთი კითხვა დაგისვა მათემატიკას აბოთბილელიო გაგიგიაო კი გამიგია ჯემი პასუხი და ვილახარა ინტერნეტი არ ქონდა და არც დაბადებულა ქრისტიანულ მაგას ქონდა ინტერნეტი მაგას ჩუმად ქონდა რაღაცა მასონ კაი უგავსეთ პასუხი ხო არა მაგ შემთხვევაში სად ხვდება მაგრამ მე მაინტერესებს ეს პასუხი ძალიან ინფორმაციული იქნება ქრისტიანებისთვის კარგი კითხვაა უბრალოდ ჩვენ ამ კითხვაზე ვერჯერ ვახსნასავენ მაგრამ კაი კითხვა ეხლა რა შეასახმე ქრისტიანებს გეკითხებით თქვენ თუ იცით ოქროს ხბოს ცოდვის კონცეფტი ბიბლიიდან ვინ იცის მაინტერესებს ვის ახსოვს იმიტომ რომ ოქროს ხბოს ცოდვის კონცეფტი არის ყველა რელიგია და ეხლა თუ გავიაზრეთ რა შენიშნავს ოქროს ხბოს კონცეფტი წერილიდან მაგას ვნახავთ მოსემ რო ისრაელიანები გამოიყვანა ეგვიპტიდან მოსემ რა ღმერთმა რო გამოიყვანა მოსეს ხედით ისრაელიანებმა გააკეთეს ესეთი რაღაც რომ ააგეს ოქროს ხბო და აი ამ ოქროს ხბოს წეს თაყვანი თუმცა ცხადია ახლა ვინც ეგზეგეტიკურად კითხულობს ვიცით რომ ოქროს ხბოში არ არის საქმე ანუ ისრაელიანები არ იყვნენ ისეთი სულელები ოქროს ხბო გაეკეთებიან მართლა ის ოქროს ხბო ღმერთი გონებოდა სხვა რაღაცაშია საქმე ღირებულებითი სისტემების გადაფასებაში ეხლა გეტყვი რას გულისხმობ სხვა რელიგიები ზოგადად არის იმ მთავარი ცოდვის პროდუქტი, რასაც კაცობრიობა აკეთებს ოდითგანვე ადამიანიდან დაწყებული, რასაც კაცობრიობა აკეთებს იმ ცოდვის პროდუქტიდან გამოიწვია ყველა რელიგია. მაგალითად ის რომ ეს არის რაც უდავ აკეთო, ის რომ ჩვენ არ გვინდა ჭეშმარიტი ღმერთი მივიღოთ, გვინდა ჭეშმარიტ ღმერთს გავექცეთ და შევქმნათ რაღაცა ჩვენი ცრუ ღმერთის კონცეფტი, რომელსაც ჩვენ საკუთარ ბოროტ გულისხმებს მოვარგებთ და აი მაგალითს მოგხვან. დღევანდელი ცრუ ღმერთი, რომელიც ყველაზე მეტად გაღმერთებულია, არ არის სხვა რელიგიიდან, არის ფული, მაგალითად. ანუ ეს არის ცრუ ღმერთი, ანუ როდესაც ადამიანისთვის შენთვის ყველაზე პრიორიტეტული რაც არის, ეგ არის შენი ღმერთი, ანუ გაღმერთება ნიშნავს ყველაზე პრიორიტეტულად დაყენებას. შესაბამისად, ადამიანი, რომლისთვისაც ყველაზე პრიორიტეტული ფულია, ფული არის მისი ღმერთი. აი მაგალითს მოგყვან, ნარკომანი, რომ ნარკოტიკის გამო რომ მშობელს გაყიდის. ეგ ნარკომანი ცუდი ადამიანი კი არა, მაგრამ თავისი ღმერთი ყავს, ნარკოტიკი მისი ღმერთია, ნარკოტიკის გამო ყველაფერს გაყიდის, შესაბამისად ლოგიკურად მის ღმერთს ემსახურება, ნარკოტიკის გამო გაყიდის. შო, მორჩა, ანუ ლოგიკურად მიდის იმ ღირებულების სისტემასთან მოქმედებს, რასაც აღმერთებს. ანალოგიურ ყველა რელიგია რაც არის, საერთოდ ყველა რელიგია ქრისტიანობის გარდა რაც არსებობს არის იმის პროდუქტი, რომ ადამიანებს არ უნდა ჭეშმარიტ ღმერთთან ურთიერთობა და უნდათ მაგრამ ნარკომანი არა ეხა შენ ისეთ შედარება მოიყვან მე ვთქვი რომელიც დაიბადა უკვე მას ნარკომანი ეგრევე ნარკომანი არავინ არ იბადება დაბადება ანალოგიურად არა ეს ისე გეუბნები როგორ წარმოიშვა ეხა ნახე რა შეეხება დაიბადა სიტყვაზე დაიბადა სხვა რელიგია არა აი წარმოვიდა დაუშვათ ხო დღევანდელ 21 საუკუნეში დაუშვებელია მაგრამ დაუშვათ არა აქვს არანაირი შეხება ეს შენ ეხა საუბრობ როგორც ქრისტიანული შენი მართლმადიდებელი შეხედულებიდან გამომდინარე იმიტომ რომ შენთვის არის შენი რელიგია ჭეშმარიტი მაგრამ იმას არა ჩემთვის არ არის მე ვიძახე რომ ზოგადად არის არც ქრისტიანობას არის გაცნობილი ის და მაგ შემთხვევაში რა ხდება ის სიტყვაზე გავიგე ხო და მაგას გეუბნები რომ ზოგადად ეხლა მანდანი მთავარია გავიგოთ რომ როგორ ხდება ზოგადად ადამიანი ქრისტიანი ანუ ქრისტიანობის გაცნობა როგორ ხდება ქრისტიანობის გაცნობა ხდება არსობრივ დონეზე ანუ ქრისტიანობა არის გამოცხადებითი ცოდნა ეხლა გეტყვი რას გულისხმობ აი მაგალითად ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ მორალური კომპასი სინდის მიყავ ხარ ქრისტიანები აი მაგალითს მოვიყვანოთ
მაგალითად მე როგორ მივხვდი ისი რომ ყველა რელიგიაც იცრუე იყო სანამ ლოგიკურად მივხვდებოდი ლოგიკურად მე მივხვდი მაგრამ მაქამდე ანუ რა უსწრებდა იცი მაგას წინ რომ ვიცოდი რომ თუ ისეთი ღმერთი არსებობს რომელიც ჩემი სახსიარების მიხედვით გადაწყვიტავს სამოთხეში მოხვდები თუ ჯოჯოხეთში ხო ანუ შეუძლებელია საერთოდ ვინმე სამოთხეში მოხვდეს იმიტომ რომ სტანდარტი თვითონ ღმერთის უნდა იყოს საფრთხო სტანდარტი ნიშნავს რომ ანუ სამოთხეში ვიწყდება ყველა უნდა იყოს უცოდველი არავინ არ არსებობს ამიტომ ყველა ვარიანტში ღმერთი უნდა მომკვდარიყო ჩვენი უცოდვლებისთვის რათა ჩვენ უცოდველები გავხდები როგორც პავლე მოციქული ხსნის ამას ეხლა თემა რა არის რომ ზოგადად ყველა ადამიანმა იცის რომ არსებობს სიბოროტე და სიკეთე ეს არის არსობრივი ანუ ცოდნა მორალური კომპასიდან ანუ ეგრეთ წოდებული სიმისია ყველა რადგან იცის რომ სიბოროტე სიკეთე არსებობს სიბოროტე რო არსებობდეს სიკეთე უნდა არსებობდეს სიკეთე რო არსებობდეს ობიექტური გაგებით ღმერთი უნდა არსებობდეს სხვა შემთხვევაში სიკეთე ვერ იქნება ონტოლოგიური შეფარდებით სიკეთე რო არსებობდეს ღმერთი უნდა არსებობდეს ღმერთამდე უკვე მიხვედი ყველა ვარიანტში ღმერთი რომელიც ყოველად კეთილია უნდა იყოს ისეთი ღმერთი რომელიც შენ გადაგარჩენს არა შენი დამსახურებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბუნება რადგან ყოველად კეთილია, რადგან ყოველად მოსიყვარულეა, თვითონ იმოქმედებს იმისთვის, რომ გადაგარჩინოს. ამიტომ რელიგიებს თუ დააკვირდები, რელიგიები არის მცდელობები ადამიანისა დაამყაროს ღმერთთან კავშირი. თუ ყოველად მოსიყვარულეა, მაშინ რატო იმას რომ შვილმა თორბა ჩაიდინოს სიტყვა. აი არ გამოწყვეტინო, იმიტომ რომ ამას მე მინდა რომ იმას. მაგრამ ქრისტიანობა არის ღმერთმა რა გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანი თავისთან დაემკვიდრებინა. აი ეს განსხვავება რელიგიებში და ქრისტიანობაში. გისმენთ რა რაღაც მოკითხები. ყოველად მოსიყვარულე თუ არის, მაშინ მარადიული ტანჯისთვის ყოველად მოსიყვარულე. აი ყოველად მოსიყვარულემ როგორ შეიძლება ქმნილება, მით უმეტეს თავისი ქმნილება მარადიული ტანჯისთვის გაიმეტოს. აი გეტყვი, აგიხსნი მაგას. ნახე, ანუ საქმე რა არის ხა მაგ დროს მარადიული ტანჯვა. აი სხვა ეს ამ თემას არ ეხება, ცოტა ისეთ სხვა არის, მაგრამ ეგეც ჩვილი ბავშვები რო იბადებიან სიტყვაზე, რომლებიც ფიზიკური შეზღუდული აქვთ უკვე ის და არა აქვთ იმის და რა. თაკი გავცეთ პასუხი თაკი კითხვა. პირველ კითხვას რაც შეეხება, რანაირად იმეტებს მარადიულ ტანჯვას, როცა ამას ამბობ, იმეტებს როცა ამბობ, აი თუ აი რა წერადადის თუ გაიაზრე მართლმადიდებულ გააზრებას ჯოჯოხეთისას. მივხვდები რომ ღმერთი ჯოჯოხეთში არავის არ უშვებს. ქმნილება ჯოჯოხეთში მიდის თვითონ, ღმერთთან ვერ მიდის, ვერ ჩერდება ღმერთთან, იმიტომ რომ მან ღმერთი არ მიიღო, მაშინ ღმერთმა ძალით უნდა წაიყვანოს, ძალით წაყვანა ნიშნავს იგივე თვითონ მიდის კი, მაგაში გავიგეთ. საქმერაში ანუ სხვა ანუ ეს ქმნილებაში არის შენ ქმნილებაში. ნახე, ჩემე თუ წიგს დავწერ, რომელ წიგშიც რაღაც ეგ წერია, შენ ქმნილებაში თუ ეს დევს რომ მას ცოდვილი ბუნება აქვს და შენ ქმნი ამას, ყოვლად კეთილი ქმნი ამას, მაშინ გამოდის რომ შენ უშვებ თავდაპირველი საწყისი ხარ შენ რო შენ უშვებ ამას რომ ეს შეიძლება მოხდეს. გავიგე, მაგრამ ჯავა ხო იცი რომ ღმერთს ადამიანს ცოდვილი არ შეუქმნია ცოდვილი ბუნებით, ხო იცი? ანუ ღმერთად რაღაც ისეთ შეუქმნი რაც შემდეგ იმას გამოიწვევს. საწყისი ხომ გამოდივარ მაინც ჩემი ქმნილება. ჯავა ხო იცი რომ ღმერთს ადამიანს ცოდვილი რო არ შეუქმნია, ხო იცი? ხო იცი რომ ცოდვილი არ შეუქმნია. ადამი ხო იცი რომ უცოდველი იყო. ადამი რო დაეცა, ანუ ადამი რაც დაეცა, ადამი დაევა რომ დაეცნე მე მიიღეს ცოდვილი ბუნება, თორე ბუნებით უცოდველები იყვნენ, ბუნებაში არ ქონდათ მათ ცოდვა, ქონდა ნებაში, ანუ ნების გამო მოვიდეთ ეგ. რაც შეეხება ცოდვილი ბუნებით რომ იბადება ადამიანის და ევას მერე ადამიანები. შენ ხო იცი რომ ქრისტე მიიღო მეთქი ადამიანური ბუნება, ანუ ეგ ბუნება გამოისყიდა, ანუ ეგ ცოდვილი ბუნებები ქრისტემ გამოისყიდა. ქრისტემ ყველთელი კაცობრიობის ბუნება გამოისყიდა. ერთადერთი ქრისტემს რაც არ გამოუსყიდია არის ის რაც ქრისტეს არ მიუღია. ქრისტემ პიროვნება არ მიიღო. პიროვნული არჩევანი უნდა გააკეთო ადამიანმა, ანუ ერთადერთი ადამიანს რაც დარჩა არის ქრისტეს მიღება. დანარჩენი ყველაფერი ჯვარზე ღმერთმა გააკეთა და დიდება მის საქმეს საერთოდ ხო ხდები და ამიტომ კიდე ერთხელ გეუბნები, ეგ კითხვა დაუსვით უნდა იუდებელს. მე არ ახლა მარტივი ენით რო ვთქვათ რა, ადამიანური ენით არ ბილეთი რომ მოქცეს ადამიანმა და რაღაც სტადიონზე შედიო გითხას რა. ბილეთი გააქვს უკვე რა, ანუ გაჩუქა და ეხლა ამ ბილეთს გამოიყენებ თუ არა და მიხვალ და ანახებ და შემიშვიდო ეტყვი თუ არა, ეგ შეიძლება რა, ანუ თუ გამოიყენებ შემიშვიდო, თუ არ გამოიყენებ არ შეიძლება. აი მაგალითია და გავამარტივოთ, ნა, ბილეთი რომ მოგც გაწვლიდეს ადამიანი ბილეთს. და შენ ბილეთს გამოართმევ თუ არა შენზე, შენ ან ართმევ, ან არ ართმევ. თუ არ ართმევ, როცა მოგთხოვენ, აბა შენი ბილეთი სად არის აბა აქ მატარებელში, რომ თუ ბილეთი არ გექნება, ხო ხდები, ანუ ეგ თემა იქნება, რომ ვერ გაჩერდები მატარებელში, აი ზუსტად ეგეთი თემაა. და სხვათა შორის მეფის ძის ქორწილი, აი იქ რო 60 არ ქონდა ვიღაცას და გაუშვეს, ზუსტად მაგ თემაშია. ქრისტეა 60. აი და კიდე ეგ მაინტერესებს ეგანის გოგო რომ ამბობდა ერთ რაღაცაში ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები რა მომეწონა იგი და რომ ამბობდა რომ მაგალითად ხო
ღმერთი არისო ყოვლის შენძლე და ამავდროულად ლუციფერს თუ შეუძლია რომ ღმერთის მიერ ანუ ყოვლად უზენაესის მიერ შექმნილი ქმნილება შეიყვანოს ცოდვაში, ხო? მართოს ის. მერე? მერე თუ ის ღმერთია ყოვლად უზენაესი, მაშინ ლუციფერს დაცებულ ანგელოს რატო უნდა შეეძლოს სიტყვაზე ადამიანის ცოდვაში შეყვანა? ხო, მაგრამ საქმე რაშია, იცი რომ შეუძლია ანგელოს რომ ეს დაცემულ ანგელოს ბოდიში რომ ანუ ადამიანი ცოდვაში შეიყვანოს, მაგრამ სანამ დაცემამდე, ანუ ეხლა შენ საუბრობ დაცემის მერე მდგომარეობას. ადამი და ევა როცა აცდუნა ეშმაკმა, ადამი და ევა ეშმაკს არ უსწრუნებია ძალმომრეობით, ანუ ვერ მოერეოდა ეშმაკი ადამიანს და ევას. ადამიანს და ევას ჩვეულებრივად შეეძლოთ ღმერთისთვის მოიხმოთ. ეშმაკის ის ეთქვა წადი გაეთრიე და ყველაფერი იქნებოდა კარგად, მაგრამ ადამა და ევამ თავად მოისურვეს ეს, რომ ეშმაკი რასაც აწვდი და ის მიეღოთ და მიწვამის შემდეგ უკვე ბუნება რადგან არის დაცემული ბუნებაზე უკვე ადვილ ზემოქმედება ცხადია ეშმაკს, მაგრამ ანუ საბოლოო ანუ ის პასუხი ამ ყველაფერზე ამ პრობლემაზე ის არის, რომ ქრისტე ჩვენი ყველა ცოდვისთვის და ქრისტეს წყალობით ჩვენ შეგვიძლია ანუ საბოლოო გადარჩენა და საბოლოო გათავისუფლება ცოდვისგან. ეს არის ანუ გზა გვაქვს და ის ომოს მე და ანუ რა ხამშისთან ესე ადამი და ევაში ხო იყო ცოდვილი ბუნება თავიდანვე გამოდის ესე. მე ადამი და ევა გადაარჩინა. არა, ადამი და ევაში. გადაარჩინა ხო. ადამი და ევაში ცოდვილი ბუნება იცი რატო იყო? ადამი და ევას ბრალი იყო ეგრო ცოდვილი ბუნება იყო. ღმერთს არ შეუქმნია ეგრე ეგენ. მათ გამოიწვიეს. აი ნახე სუბსტანციურად რო წარმოიდგინო აბსოლუტური სიცოცხლე და სიკეთე. და ბოროტებას ონტოლოგიური არსი არა. აბსოლუტურ სიცოცხლეს და სიკეთეს რო გამოცალკევდები. ანუ სათხვდები უსიყვარულო ანუ არასიკეთეში და არასიცოცხლეში. ანუ ამიტომ იყო რომ მოკვდავები გახდნენ ადამი და ევა, თორე ახამდე უკვდავები იყვნენ, არ კვდებოდნენ. და მოკვდავობა გამოიწვია ლოგიკურად სიცოცხლისგან დაშორება. ეს ლოგიკა, ანუ ეს არ არის დაწესებული ნებით შექმნილი წესი არ არის ეს. წარმოიდგინე ხა სინათლეგან რომ გამოხვა სიბნელეში ხდება. ეს არის ლოგიკა ჩვეულებრივი, ხომ მიგდრას გენ. ანუ ამიტომ ეგ ჩვეულებრივი ამბავი ეგრე მოხდებოდა, იმიტომ რომ ლოგიკური დასკვნა. და ღმერთს ნახე, ანუ არასწორი წარმოდგენა რაში ვარ იცი ჩვენ რომ კრეაციის ამბავს, აი დაბადების ამბავი ქრისტიანებსაც ესე ესმით და მე ხვდები რომ ძნელი გასაგები. ქრისტიანებსაც ესე გვესმის ჩვენ ხშირად რომ ადამი და ევა შექმნა ღმერთმა, მე ადამა და ევამ რაღაც დააშავოს და ღმერთი გამწარდა, გაბრაზდა და გამოუბუნძულა მაქედან. ესე არ ყოფილა. არა, ეგ რა შეიძლება. ხო, ანუ ეგრე არ ყოფილა. უბრალოდ მე ვამბობ თავიდან საწყისშივე თუ რაღაცას თუ ქმნი, საწყისში თუ მის ბუნება არ არის ესე და ის ესეთი არ იქნება, მაშინ ეს ხო შეიძლება რაღაც ისეთი იყოს, რომ აი შეიქმნენ უცოდველები და ისქნეს არა, როგორ შეიძლება ნახე, საწყისში ადამი და ევას ბუნება არის სრულიად უცოდველი და სრულიად სრულყოფილი, ანუ არაფერი ცუდი ადამიანში და ევაში არ არის, იმიტომ რომ მაგას ადასტურებს ღმერთი, რომ როცა ქმნის ადამიანს და ევას, ამბობს რომ შექმნა და კარგი იყო, ანუ ადასტურებს რომ სუბსტანციურად რაც შეიქმნა კარგია, მე ცულს ვერ შევხვდი ღმერთია. ცულ ჩვენ თუ ვიტყვით რომ კარგად ცუდი შექმნა, უკვე ლოგიკური წინააღმდეგობა. ეხლა საქმე რაშია, როგორ მიაღწიეს იმ ცუდ მდგომარეობას ადამა და ევა, ნებით, ანუ ღმერთმა რომ შექმნა აბსოლუტურ სიკეთეში როცა იყვნენ ანუ მათ ჰქონდათ ნება რომ ან დარჩენილიყვნენ ან წასულიყვნენ წავიდნენ ანუ წარმოიდგინე მზეზე დადებული სარკე იძენს მზის ბრწყინვალებას მაგრამ ბუნებით ყოველთვის სარკეა და არასოდეს მზე იმ სარკეს თუ მზიდან აიღებს ბრწყინვალებას კარგავს ბრწყინვალება დაიკარგა ღმერთისგან გამოსალკევებით და ღმერთისგან გამოსალკევებით ჩდება ბოროტების მდგომარეობა ბოროტებას არა ონტოლოგიური საწყისი სიკეთის ნაკლებობა სიკეთის ნაკლოვანება ესე თქო ანუ მეორე ვარიანტია ნახე ჯავა მეორე ვარიანტია რომ შეექმნა რობოტებად ანუ ადამიანებად კი არა რობოტებად და ისინი ვერ შეცდებოდნენ რა ანუ რობოტს სადაც ეთქვი იმას გააკეთებს პროსტა აი ადამიანი არ იქნებოდა და მესამე ვარიანტია რომ საერთოდ არ შეექმნა ხო და ანუ სამი ვარიანტი ბოროტება არ უნდა შეექმნა მაშინ მაგ ლოგიკამდე მივდივარ არა შენ თუ ვიტყვი რომ ბოროტება ღმერთმა შექმნა ანუ ღვთის გმობაა ჩვენი თეოლოგიით არ შეიძლება მაგისტრი ჩვენ არ მაგრამ შენ შექმნი სამყარო კარგი ადამიანებს თავი გარ შენ შექმნი სამყაროში თუ რაღაც ხდება ესე იგი ხო ის არის რა ქვია შენი შექმნილია მაშინ ხო და აი მაგას გეუბნებოდი რომ ბოროტებს ადამიანებს არ გვაქვს საუბარი მაშინ უკვე მანამდე ადამიანებთან მოკავშირეზე მიდივარ ჯავა თვითონ ბოროტებას არ აქვს ონტოლოგიური საწყისი ანუ ჩვენ ვამბობთ ბოროტებას განვიხილავთ როგორც სიკეთის ნაკლოვანებას ანუ სიბნელეს არის სინათლის ნაკლებობა სინათლის არსებობა სიბნელეს ხო ცალკე არ აქვს სუბსტანცია ხო ანუ სინათლის ნაკლებობიდან გამოწვეული მდგომარეობა არის სიბნელე სიბნელე არის ზომება და სიბნელე არ აქვს სიბნელეს არ ხდება არავენაირი მოქმედება ხო ანუ სინათლიდან გამომდინარეობს ისა რა ქვია ანუ სინათლის ნაკლებობიდან გაჩნდება ხოლო
სინათლის ნაკლებობა, სიკეთის ნაკლებობის არსებობა აუცილებელი არ იყოს მოინდომა ხმილება თორე ღმერთს ეს არ შეუპირით. ხო, მაგრამ მაშინ ასე ლოგიკურად მოვიდარ თუ ეგ არ არსებული რაღაცა, აი ლოგიკაში თუ საიდანღაც საწყისი არ მიიღო. ერთადერთი ხო ამბობთ ქრისტიანები, რომ ღმერთი არის ერთადერთი, რომელსაც საწყისი არ მიუღია. ხო არის ერთადერთი. ხასიათობრივად ბუნებითაც ყველაფრით ერთადერთია. ანუ რა გამოდის, ბოროტებამ ხო მიიღო საწყისი საიდანღაც. აი რაღაცას გეტყვი, ნახე ამ მაგას გეუბნები. ჩვენ როცა ვამბობთ რომ ღმერთი არის საწყისის არ მქონე, ანუ უსასრულო პირველ მიზეზი, ანუ მარადიული პირველ მიზეზი. ჩვენ ასევე გულისხმობთ რომ ღმერთის არსი, ანუ სიკეთე, თვითონ ეგ სიკეთეს საწყისი არ აქვს, სიკეთე არსებობდა ყოველთვის. მაგრამ ბოროტება არ არსებობდა. იმიტომ რომ შეუძლებელი სიკეთე და სიბოროტება იდეოლოგია. ანუ მაშინ გამოდის რომ ბოროტებაც ღმერთია და სიკეთეც ღმერთია. აი მაგას გეუბნები, არა. სიკეთე არის მარტო ღმერთი და ბოროტებას არ აღარ არა ყოველთვის. არა, მომისმენ, მე შეამბობ ერთადერთი არის, რაც ყოველთვის არსებობდა არისო ღმერთიო და ეხლა მეუბნები რომ ბოროტებაც და სიკეთეც არსებობდა ყოველთვის. ესე იგი მაშინ იგივე. დავა, არ დამაბრალო რა მე ორი წუთი სიკეთეც და ბოროტებაც ყოველთვის არსებობდა. დავა, ანუ ვიწერე. ხო იცი რომ იწერება, მე ვიტყვი სიკეთე არსებობდა მარადიულად ღმერთი. სიბოროტე არ მithkoms. სიკეთე ვთქვა. ანუ სიკეთე საიდანღაც გაჩნდება ესა. სიკეთე არის, სიკეთე არის თვითონ ღმერთის არსი. ხო და ეხლა გეუბნები ბოროტება როგორ გაჩნდა? ბოროტებას არ ახმერთი ონტოლოგიური საწყისი. ამიტომ მოყვა ძალიან მაგარი მაგალითი ჩვენთვის. სიბნელი არ არის ცალკე სუბსტანცია, სინათლის ნაკლებობა. სინათლის აბსოლუტურ სინათლის თუ დაშორდები, მაგ შემთხვევაში გაჩნდება მხოლოდ სიბნელი. აი ამ აბსოლუტური სიკეთიდან დაშორების, ანუ შესაძლებლობა, ანუ ნება დატოვა ღმერთს. დაშორდა ის და ლუციფერი დაშორდა მაგ სიკეთეს და მივიდა მაგ სუბსტანციამდე, ხო? გახდა ის სატანა. მაშინ გამოდის ანუ მაშინ ეგ ლუციფერს საიდან მოვიდა მაგამდე? ლუციფერამდე საიდან მივიდა ეგ ყველაფერი? ანუ ანგელოზი, ლუციფერი იყო ანგელოზი და გახდა ეშმაკი. ანუ ანგელოზი იყო, კარგად შექმნა. არა, ვიცი, საიდანღაც ხო მივიდა მანამდე თუ არსებობდა უკვე. უпросторо თუ არ არსებობდა საიდანღაც ხო მივიდა მაგ სუბსტანციამდე. გეტყვი როგორ მივიდა? მაშინ რა იცი რომ სხვა სუბსტანციებიც არ არსებობს, რომლამდეც ჯერ ადამიანი არ არის მისული. გეტყვი ლოგიკურად შეუძლებელია რომ არსებობს. ეგ გეტყვი ხა რას გულს ხო? როგორ დაეცა ანგელოზი? მაგას მეკითხებ. წინა მეიგოგონს, მაგრამ ეგ გითხა და ეგ უპასუხო. ანგელოზი ღმერთთან შექმნა კარგი იყო ბუნებით. ოღონდ როგორი თემა იცი რომ ზოგადად ღმერთი რადგან აღნიშნავს რომ სიკეთე და სიყვარულია, სიკეთე და სიყვარულში უნდა დაემკვიდრებინა თავისი პიროვნული ქმნილებებით. მაგრამ ერთი რაღაცა არის მანდ, ერთი პატარა დეტალი. რომ სიკეთე და სიყვარული არ არსებობს თავისუფალი ნების გარეშე, ანუ აუცილებელი პრედიკატია. ძალით სიყვარული არ არსებობს, ძალით სიკეთე არ არსებობს. ძალით ანუ მე აი წეგანი მაგალითად მოვიდა. დაჭირებულის დახმარება სიკეთეა, მაგრამ ძალით იძულებით უყურებ. გასაგებია რაღაცამ აკარგა სიყვარული და განეშორა. ანგელოს ღმერთმა იმისთვის რომ საბოლოოდ სიკეთეში დამკვიდრებულიყო, მისცანება, ანუ აჰა, სიკეთეში ხარ, მაგრამ ეს სიკეთეში რო ხარ, ეს არის ანუ სუბსტანციური მოსამოვება, არა, შენ უნდა აირჩიო ხა, გინდა სიკეთეში ყოფნა? ანგელოზის პასუხი იყო, რომ არა, არ მინდა და არა, არ მინდა შედეგი იყო ის, რომ დაშორდა სიკეთეს, სიკეთის დაშორება რა არის, ანუ სიკეთის ნაკლებობა რა არის მეთქი, რა ვთქვით? სიბოროტე, მეტი არაფერი არ არის სიბოროტეს თავისი. ანუ დაშორდა სიკეთეს და სიყვარულს სიკეთეს და მივიდა მაგ სუბსტანციამდე. სუბსტანცია, ანუ მაგას ვიძახით, რომ სუბსტანცია ცალკე თავისი არა აქვს, მაგას ვიძახით, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ სიკეთის ნაკლოვანებაა. ანუ სიკეთისგან დაშორებული მდგომარეობა. ეხლა სიბნელეზე იტყვი, რომ სუბსტანცია აქვს. ხო ვერ იტყვი, რომ სიბნელეზე სუბსტანცია აქვს. ამბობ, რომ სინათლის არ არსებობა, ანუ სიკეთის მდგომარეობა ხო არის? მდგომარეობა ხო არის? მდგომარეობა არის კი, ცხადია. ანუ მაშინ რა იცი, ანუ რა გარანტია გაქვს და რა იცი რომ არ არსებობს ჯერჯერობით სხვა მდგომარეობები, რომლებიც ადამიანის ბუნებას ჯერ არ აუქია და მაგრამ სუბსტანცია ხო იცი რაც არის თვითონ სიტყვა დეფინიციურად, ანუ რას გულისხმობს სუბსტანციაში. სუბსტანცია არის თვითონ რაღაცის არსი, ანუ არსი უნდა ქონდეს თავისი და თავისი არსი თუ არ იქნება, ანუ სუბსტანცია მაგალითად სიბნელეზე რატო არ ვიძახით რომ სუბსტანცია. სიბნელეს როგორ ახასიათებს? სიბნელეზე იძახიან მეცნიერები რომ არის სინათლის არარსებობა. ეხლა თვითონ გეტყვი მაგ დეფინიციაში, როცა ანუ მოდალური ლოგიკის თვალსაზრისით როცა მიყვები რა პრობლემაა. საგანი საერთოდ რო არსებობდეს, უნდა ქონდეს ერთი თვისება მაინც, ხო რაიმე რო არსებობდეს. შენ თუ ამბობ რომ სიბნელე არის სინათლის არარსებობა, ერთადერთი თვისება, რასაც სიბნელეს ანიჭება არის არარსებობა. ერთადერთი თვისება, თუ რასაც სიბნელეს ანიჭება არის არარსებობა, გამოდის რომ სიბნელე არ არსებობს. ხო, ასეა. ამიტომ, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ სიბნელე არსებობს, მაინც რეალურად ხო სიბნელე არსებობს. მაგრამ აბა როგორ გამოვდივართ მაგ პრობლემაზე? როგორ და ანუ ხედავთ რომ ონტოლოგიური საწყისი არა, სინათლისგან დამოცალკევებული მდგომარეობას ვეძახით სიბოროტეს.
ანალოგიურად სიკეთისგან გამოცალკევების და სიკეთის არ მიღების თავისუფალი ნებით რისი შემძლეც ღმერთმა გახადა თავისი პიროვნული ქმელებები, აი ამ სიკეთის არ მიღების და სიკეთის დაბლოკვის მდგომარეობას ვეძახით, სიბოროტის მდგომარეობას რეალურად აი ეს სიბოროტი, ხომ მიხდი რაც გქონდა. სინათლის არარსებობა, მაინც ბოლო-ბოლო ისე ფიზიკასთან მივიდვარ და მაინც მეებში, მატერიალური მეებში განიხილება. როგორ აღიხსნის სიბნელეს, როგორ აღიხსნის ფიზიკოსი? არის მაგალითი მოგიყვანა, პროა მაგალითი. კითხე, სიბნელე რა არის თქო, კითხე. სიბნელე რანაირად არსებობს თქო, გაზომა თქო ფიზიკოს კითხე. ფიზიკოს სიბნელესთან დაკავშირებით არანაირი კვლევა არ აქვს ჩატარებული. სიბნელესთან ვერ გაზომავს, მაგრამ ვერც მაგას ვერ გეტყვის დადასტურებულად, რომ სინათლის არარსებობაა. შეიძლება იქ სინათლე არ არსებობს, მაგრამ რაღაც ძალით ის სინათლე შენამდე ვერ აღწევს. ფიზიკოსი ამ პასუხს გაგცემს. არა, ნახე რა თემა რაღაც ძალით ვერ აღწევს. ეგ არ არის წინააღმდეგობა, საქმე მაგაში არ არის. როგორ არა? ფიზიკოსები მაგ დეფინიციას უკეთებენ სიბნელეს. მე სხვა დეფინიცია არ მომისმენია. შავხრელებში მაგალითად არის ვარაუდი, აი ფიზიკაზე რომ მივიდე, შავხრელებში არის ვარაუდი, რომ სინათლე არის, მაგრამ ის იმდენად სწრაფად ფართოვდება, რომ შენამდე ვერ აღწევს ის სინათლე. იმდენად სწრაფად ჩაიქმნება. ზოგადად სივრცე ისედაც სწრაფად ფართოვდება და ისედაც ხშირად სინათლე შენამდე ვერ აღწევს. ამაში არ არის საქმე, ჩვენ მაღაზე არ დავყო. ისედაც სამყაროს სივრცე იმდენად სწრაფად ფართოვდება, რომ სიტყვაზე აღერ ვარსკვლავს რო უყურებ, ის სინათლე, რომელსაც ხედავ და თვითონ რასაც ხედავ, ეგ არის მილიარდობით წლის წინ გამოსხივებული სინათლე და რეალურად ეგ არა, მე უბრალოდ გეუბნები, ჩვენ მაგაზე არ მჟელობთ, საქმე მაგაში არ არის. მაგრამ თვითონ გეუბნები სიბნელე რა არის? აი სიბნელე რა არის? აი ფიზიკოს კითხე, რა არის სიბნელე? აი აგიხსნას და ვერაფერს ვერ აგიხსნის, გარდა იმისა, რომ გეტყვის, რომ სინათლის არარსებობაა. მეტი არაფერი არ არის. ეგ თემაა. ბოროტება არ ნიშნავს სიკეთის არარსებობას არ ნიშნავს ბოროტება. მაგას ვამბობთ, რომ ნიშნავს. აბა რას ნიშნავს? არა, შეიძლება ეხლა მე ვერ აგიხსნა, მაგრამ ერთი მეორის არარსებობას ყველა ვარიანტში მაგას უნდა ნიშნავდეს. სიკეთის არარსებობას და მე ვიცი არიან ვინც მაგას არ თვლიან რომ ეგრეა, მაგრამ გეტყვი რა პრობლემაა. ზოგადად, არ შეიძლება არსებობდეს ერთ რეალობაში გულისხმობ, ერთი და იგივე ვინმეს კონდეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაც. ერთი და ურთიერთსაწინააღმდეგო გეუბნები, აბსოლუტური სიკეთე თუ არის, აბსოლუტურ სიკეთესთან თუ ხდება ვინმეს იდენტიფიკაცია, იმაში ბოროტი ვეღარაფერი ვეღარ იქნება. აბსოლუტური სიკეთე და სიბოროტე ერთი და იგივე ვინმეში არ შეიძლება არსებობდეს. ხომ მივხვდი რას გეუბნები და საწყისი არის სიკეთე, ხომ ეს არის. კარგი, მაშინ ერთ რამეს კითხავ, შენ თუ ერთი კონკრეტული პიროვნების მიმართ სიყვარული არ გაქვს, არ გიყვარს ის პიროვნება, მაშინ რა გამოდის შენს იმ პიროვნებასთან ხარ კონკრეტულად ბოროტი თუ ზოგადად ბოროტი ხარ? მე მეკითხები ზოგადად პიროვნება რო ავიღოთ. აი ლუციფერის მაგალითით ღმერთისადმი სიყვარული დაკარგა, არ ქონდა ღმერთის სიყვარული, ხო ძულს ღმერთი. ღმერთის სიყვარული არ აქვს. ზოგადად ბოროტია თუ ერთ კონკრეტულ მიმართებაში რა ხანა. ზოგადად ბოროტია, არა, ჯავა რა თემაა, იცი, ღმერთის მაშინ მაგ ლოგიკით, აი ხარა ზოგადად ბოროტი, მაშინ შენ თუ ერთი ადამიანის მიმართ სიძულვილი გაქვს, მაშინ ზოგადად ბოროტი გამოდის ყველა ადამიანს. ზოგადად ბოროტი ვარ ისედაც ჯავა, მე ისედაც ბოროტი ვარ, მაგაზე არ არის პრობლემა, სხვა რაღაც გეუბნები. ჯავა რა თემაა იცი, ოღონდ ერთი არის, მან ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ხა რასაც ვჯელობ. ბოროტი, აი, მონახე ხა შენი სიტყვები ხარ, ბოეცა, ნახე, ეხა ხომ მეუბნები ბოროტი. ორი წამი რაღაც გეტყვი. არა, გეტყვი ამაზე და მე მითხარი. არა, მან არასწორად ჯავა, რაღაც გეტყვი, რაღაც გაქვს უკვე არასწორად გაგებული მაგაზის, რომ სიყვარული თუ არ არა, ბოროტიო, მეტი არასწორად რა მაგ გაგებული ბოროტი ვარ, მეუბნები და სიყვარულზე ხარ. ჯავა, ორი წამი მომისმენი, რაღაცას ისეც გეტყვი, რაც დარწმუნებული ვარ, რომ არიცი და უფრო უკეთესად ჩაჯდება ბჟელობაში შენთვისაც. ნახე როცა ამბობ რომ ის თუ არ უყვარდა, ეს თუ არ უყვარდა, ესე არ ხდება ის თუ არ უყვარდა, ეს თუ არ უყვარდა. ზოგადად თვითონ სიყვარულის უნარი ქნილებას ესე ცალკე დამოუკიდებელ არ გააჩნია. სიყვარულზეც იგივეს ვიზახით, ჩვენ ვიზახით, რომ ღმერთი არის სიყვარული თვითონ, არსია მის სიყვარული. სიყვარულის უნარი ადამიანი ხდება შემძლე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ღმერთისგან იღებს ამას, ეს არის არგუმენტი. ამიტომ იმას ის არ უყვარდა, თუ როცა ღმერთს დაშორდები, იმას არავინ არ უყვარს. ვერავინ ვერ ეყარება, იმიტომ რომ ღმერთს არ იღებს არანაირად. შესაბამისად ეგ თემაა. ხომ მიხდი? ამიტომ ის შეიძლება ღმერთს არ აღიარებს და იმის მარტო ფიზიკური სამყარო არის და ფიზიკურ სამყაროში გამოხატავდეს იმ თავის სიყვარულს. ხომ არა, ნახე როგორი თემა ჯავა. სიყვარული ხო არ არის დოპამინის ქიმიკატების ურთიერთქმედება, სიყვარული არის რაღაცა, აბსოლუტურად ჭეშმარიტად არსებული ღირებული, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ სიყვარულს გააჩნია დასაწყისი, ხო? სიყვარული ღმერთმა კი არ შექმნა. ღმერთი თვითონ იყო სიყვარული ყოველთვის, ღმერთი ცვალებადობა არ შეიძლება ღმერთში. შესაბამისად ღმერთი არის სიყვარული, მისი არსიდან იღებს ადამიანი ყოველთვის სიყვარულს.
შესაბამისად ერთ ადამიანს მეორე რო უყვარს ამის შესაძლებლობის აღება არის ღმერთის ათეისტს რო უყვარს მეორე თავისი მოძმე ძმა სიტყვაზე აი ჭეშმარიტად მაგ სიყვარულს უნდას ყველა ვარიანტში ჭეშმარიტი ღმერთისგან იღებს მე ის საბოლოოდ მიიღებს მაგას თუ დარჩება მაგ სიყვარულს აი არის მე უკვე სხვა საკითხი მაგრამ როცა ეშმაკი ღმერთისგან როგორ მაგაზე ათეისტი გეტყვის რომ ის ტვინიდან მოდის და ქრომოსომებიდან მოდის და ის შეგრძნება ათეისტ ჯავა რო სიყვარული არ არსებობს მაგ დეფინიციას თუ გავყვეთ თუ იტყვის რომ დოპამინის ქიმიკატების ურთიერთქმედებაა ხოლმე სიყვარული ვეტყვი რომ სიყვარული არ არსებობს მაშინ ეგ არის ფიზიკური რეაქცია და ზეცი და ჩვენ თუ ვამოვჭერთ ნობა ხო არ ხო ფიზიკური კი ანუ გამოდის რომ ფიზიკური რეაქცია ეხა მაგრამ შენ სახელს სიყვარულს და არ ქმევ თუ ის ეგ უკვე სხვა საკითხია მაგრამ იმისთვის ჯა პრობლემა რა არის გეტყვი ფიზიკური რეაქცია თუ არის მაშინ არის დეტერმინისტული და დეტერმინისტული სიყვარული ანუ ჩვენ ხო ვთქვით რომ თუ ვინმე გიყვარს უნდა გიყვარდეს თავისუფალი ნებიდან გამომდინარე ესაა არგუმენტი მე თავისუფალი ნებიდან გამომდინარე უყვართ ათეისტებს როგორ არის თავისუფალი ნებიდან გამომდინარე როცა ანუ ხო ნეირონებიდან გამოდი გრძნობა და ეხა შენ იმ კონკრეტულ სახელზე თუ აქ ნეირონების ურთიერთქმედება შენი თავისუფალი ნებით არ არის გამოწვეული ეს არის ფიზიკური პროცესი თუ ნეირონების ურთიერთქმედება მხოლოდ ეს სიყვარული მაშინ გამოდის რომ შენ დეტერმინირებული ხარ ვინმე გიყვარდეს ჭყალებში თუ არ გიყვარდეს შენს ტვინში მიმდინარე ნეირონების ურთიერთქმედებით ანუ ეგ არის ფიზიკური რეაქცია რომელიც არის დეტერმინირებული ფიზიკური რეაქციები შესაბამისად შენ არ ხარ მეც იკარგება უკვე და შენ თავისუფალი ნებით არ გიყვარს შენ თავისუფალი ნებით თუ არ გიყვარს სიყვარული არ არსებობს ესაა არგუმენტი ამიტომ მატერიალიზმში დეტერმინიზმში ესეთ სიყვარული და ესეთ რაღაცები არ არსებობს ანუ ჭეშმარიტი ონტოლოგიური გაგებით თორე რაღაცა შეგიძლია სიყვარული დაარქვა ესე რომ ავიღო ლეპტოპი და დაარქვი მაგას სიყვარული და მე ის მატერიალური რეაქცია და იმ მომენტში გრძნობს და იმაზე როგორ უნდა უთხრა რასაც გრძნობს რომ არ არსებობს არა რაღაცას გრძნობა ოღონდ ეგ რასაც გრძნობა ანუ ჩვენ თუ მაგაგებით მივყევით სიყვარული არ უნდა დაუძახო თორე რაღაც შეგვიძლია დაუძახო ანუ სიყვარული ხა ხო კონკრეტულ სახელზე გაქვს მაშინ გამახვილებული შეიძლება კაი სიყვარული კაქტუსი ერქვა სიყვარული არ ერქვას მაგრამ კაქტუსი ერქვას არა მაგრამ ხო არსებობს გავა ამოაზე შეგიძლია დაარქვა სიყვარული მე სახელის დარქმევა სემანტიკაზე არ მაქვს პრობლემა ამ შემთხვევაში მე მაქვს პრობლემა თვითონ სიყვარულთან როგორც ონტოლოგიურად არსებულ რაღაცასთან ანუ ჩვენ თუ ვიზახით რომ სიყვარული არის რაღაც ონტოლოგიურად ობიექტურად არსებული რაღაც მაშინ ამ შემთხვევაში რა თქვა რომ ქრისტიანი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ათეისტი სხვადასხვა როცა უყვარს მაგალითად გოგო უყვარს ხო სხვადასხვანაირად გრძნობენ სიყვარულს არა ხო და მაგას გეუბნებოდი რომ ათეისტს როდესაც ხო და ანუ რა გამოდის რომ ფიზიკურად გრძნობს ორივე არა რაღაცას გეტყვი პარალელს რომ მიხვდე სიყვარული ანუ მაგიტო გეუბნები რომ სიყვარული ზოგადად არამატერიალური ისა რეალია ანუ ღმერთის ბუნებაა თქო მაგიტო გეუბნები მაგას რომ ათეისტს რო ვიღაც უყვარს მაგ სიყვარულს უნდას ღმერთისგან იღებს მე ამას არ ვამბობ რომ ათეისტს ამის შესაძლებლობა არ აქვს ანუ ათეისტი მაგალითად დაუშვათ ათეისტი არ აღიარებს სამყაროს შემოქმედს ღმერთს მაგრამ სამყაროში მაინც შეუძლია ცხოვრება მაგრამ ათეისტი რო არ აღიარებს მზის არსებობას მზის ცივებით გათბობა მაინც შეუძლია მე გელაპარაკებ უბრალოდ კი მივხვდი ფიზიკურ სიყვარულზე შენ ამბობ სულიერ სიყვარულზე მაგრამ ათეისტვის სექსულიერი სიყვარული შეიძლება იყოს შიშიც უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ ადამიანს აქვს ეგ შიში და ჩამოუყალებ და სიყვარულად ათეისტი მაგასაც გეტყვის მაგრამ ჯავა ფიზიკურ ნახე რაღაცა დისტინქციას აკეთებ და მან გეუბნები რომ ეგ დისტინქციის გაკეთება შენ არ გიწევს მაგას გიხსნე შენ როცა ამბობ სულიერი სიყვარული ფიზიკური სიყვარული მე გეუბნები რომ საერთოდ ეგეთი რაღაც არ არსებობს სულიერი სიყვარული ფიზიკური სიყვარული სიყვარული არის მეთქი ღმერთის ბუნება, ღმერთის არსი. სიტყვაზე შენ თუ აიგებ და მეტყვი რომ სიყვარული არის ფიზიკური პროცესი. სიყვარული ეგ აღარ არის და გეტყვი რატო აღარ არის, იმიტომ რომ მან ნება იკარგება, იმიტომ რომ ფიზიკურ პროცესში, ანუ დეტერმინისტულ პროცესში, ანუ ნეირონების ურთიერთქმედებაში თუ ადამიანი თავისუფალი არ არის, იქ სიყვარული აღარ არსებობს. ანუ იმისთვის რომ არსებობდეს თავისუფალი ნება, მატერიის მიღმა ყველა ვარიანტში რაღაც უნდა არსებობდეს. ეს ამ განსაზღვრებას თუ გავუკეთებ. თუ გავუკეთებ თუ იცახე რომ სიყვარული სულიერია, მაშინ უნდა დაკონკრეტო რას გულისხმობს, ეს ადამიანის სულს ეს ცალკე არ აქვს, ეგ უნდა არის ანუ ღმერთის ბუნებიდან გამომდინარე იღებს ადამიანი მაგას. ხომ ანუ სიყვარული არის რაღაცა ისედაც არსებობს რას გულისხმობს, რომ ადამიანები რო გაქრნენ სიყვარული მაინც იარსებობს. ხომ იმიტომ რომ ღმერთი არის თვითონ, ანუ ადამიანამდეც არსებობდა სიყვარული, ეს ჩვენ არ შეგვიქმნა, ეს არის არგუმენტი. და მაგიტომ ვიძახით რომ ობიექტურად არსებობს. რადგან ჩვენი გონების მიღმაც არსებობდა. ეს ამიტომ ვიძახით. და ეხლა ჩვენ შეგვიძლია სიტყვაზე ჩემი ძმაკაცი რომელიც თავის ცოლზე ძალადობს ყოველდღე ჩემს ძმაკაცს რო ვითო იმას უყვარს ის თავის ცოლი გიждდება მაგრამ ყოველდღე წეს იმას რო ვითო ის უყვარს მაგრამ იმას დაარქვა სახელი მაგრამ ყოველდღე სახელის დარქმევა არ აქცევს რაღაცას რომ ეგ რაღაც მართლა არსებობს ხო ერთმა განსხვავება
ბოდიში მეგობრებო უნდა გავიდე ინტერნეტი მეწურება სოფელში ვარ და Wi-Fi და კაი ცხოვრება არ არის. მეც უნდა გავიდე რაღაცა ვიდეო მაქვს შესაძლებელი. კარგი რა, არა და მათემატიკის სწავლა მინდოდა ეხა ამ დილას. ეხლა რა დღეს. ისა მარიამ ხათადი მე მათემატიკოს ვიდეოები უგოს. ვიცი. მაგ არის ოღონდ აი ისეთი